რა თქმა უნდა ძალიან ძიმე სანახაობა იყო. ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი. აი ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ ჩვენ გუშინდელი განხილვისგან. ჩვენ ვნახეთ 21 საუკუნის ორჯონიკიძეები, რომელიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება ადამიანს შეეყაროს, არ ვიცი. ჩვენ ესეთი ისტორიები ვიცით ესეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნების დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ, ჩუმად ჩაიპარებოდნენ, რომ რაიმენაირად საკუთარი ქვეყანა დაებეზღებინათ სხვა ქვეყნის მმართველებთან და მიიღოთ მხარდაჭერა იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე გაელაშქრათ. დღეს 21 საუკუნეში ეს ყველაფერი ხედავთ უკვე ღია ეთერში ხდება და ეს რა თქმა უნდა დარჩება ისტორიაში როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა. სერგო ორჯონიკიძე სამ ხალხს ჩვენ ადრეც ვეძახდით, მაგრამ დღეს პირდაპირ დაგვანახეს ამით, რომ მათი სრული ბუნება არის სერგო ორჯონიკიძესი, როგორც ის შემოუძღვა მე-11 არმიას საქართველოში, ასე უნდა შემოუძღნენ საქართველოში სანქციებს თუ რაღაც დასჯებს და ამისთვის ჩადიან სხვა ქვეყნის დედაქალაქში, რომ საკუთარი ქვეყანა დააბეზღონ, მოითხოვონ საკუთარი ოპონენტების შვილების დასჯა. აი არ ვიცი, ეს ალბათ ისტორიაში რომ ვკითხულობდით, მაშინ გვახსოვს რა ემოციები გქონდა იმ შემთხვევებთან, რომელიც საუკუნეების უკან იყო და ეს ხდება დღეს ჩვენ თვალწინ პირდაპირ ეთერში ორი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ღალატობს საკუთარ ქვეყანას.